საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო 30 აპრილი ქრისტე აღსდგა მართლმადიდებლური სამყარო სრულიად 40 დღის განმავლობაში სწორედ ასევე სალმებით ერთმანეთს და ამაზე კარგი მგონი რომ არც არაფერია ყველას მოგესალმებით მადლობას გეტყვით იმისთვის რომ FM 105-სა და 9-ზე რადიო იმედს უსმენთ არტისტული 4-შაბათი სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო და იმედია თქვენს ყურებს ვასიამოვნეთ იმ არაჩვეულებრივი მუსიკით რომელიც ახლა ჟღერდა რადიო იმედის ეთერში და სწორედ ამ მუსიკის ირგვლივ, ამ მიმდინარეობის ირგვლივ და იმ ღონისძიების ირგვლივ გვაქვს დღეს საუბარი, რასაც ახლა ისმენდით და რომელიც გელოდებათ 4 მაისს მარჯაკოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე. ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმარიც კი მოდი სანამ უშუალოდ ღონისძიებაზე გადავიდოდეთ, სწორედ ამ ღონისძიების შემქმნელი, ორგანიზატორი, ავტორი უნდა წარგიდგინოთ ანი ლაღიძია ჩემი დღევანდელი სტუმარი, კომპანია თაგის არტის დამფუძნებელი, ასევე ფესტივალი თბილისი რიტმის დამფუძნებელი და სწორედ აი ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება რობერტო ფონსეკას კუბელი პიანისტის კონცერტი, რომელსაც როგორც უკვე გითხარით 4 მაისს მოისმენს და იხილავს ქართველი მსმენელი. გამარჯობა. გამარჯობა სალომე. პირველ რიგში მოგესალმები, მე ჩვენი პირველი შეხვედრა ხო და ეხლა ისეთი შთამბეჭდავი იყო წარდგენა თქვენი მხრიდან, რომ ესე ვფიქრობდი, მე პაუზა ავიღო მეთქი და სალომემ გააგრძელოს. ისეთი არაჩვეულები იყო. მადლობა მიყვარს თქვენთან მოსვლა, მიყვარს რადიოს ეთერიდან FM 105 და 9-დან მისალმება. ვიცი ძალიან ბევრი საინტერესო მსმენელი ისევე როგორც მე, როცა დავიჯერ კარგადაც იმას, რა ვშვები, იცით, ხანდახან მანქანას კი არ გამოვრთ, ანუ ვრჩები მანქანაში რომ ბოლომდე ვუსმენ გადაცემას. ქრისტე აღდგა, ეშმერიდად აღდგა. შესავალი იყო. დიახ, თბილისი რიტმი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ახლოს ჩემი მამა, სასოლაღიძე ატარებს მას ეგრეთ წოდებული მადლიერების სახით ჩემი გამოხატულება მის მიმართ, მადლობის თქმა და ვფიქრობდი 2000 წელს რა გავაკეთო მეთქი ისეთი რომ უფრო მეტად უფრო გავცეს მადლიერება რა კუთხით მეთქი და როდესაც ვიყავი ჩართული ამ საპროდიუსერო საქმიანობაში მახსოვს ჩვენს გრაფიკოს დიზაინერთან მქონდა ისეთი საუბარი და ამ სამუშაო პროცესის დროს და ერთი წუთით მეთქი ბესო დანიელს ვეუბნები. მოდი იცი რა მეთქი, ერთი წუთით სანამ დავბიჭდავთ ამ ფლაიერებს და პოსტერებს. მოდი დავაწეროთ სოსოლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თბილისი რიტმი და ამაზე კარგში ვერაფერს ვერ იზამთრებ. რა კარგი. უფრო მეტი мотивация შემძინა ამ გადაწყვეტილებამ და პასუხისმგებლობას თავისთავად უნდა. და 20-25 წლის სეზონი არა, ეხლა და გადავხედე 3 უმნიშვნელოვანესი პროგრამით არის შევსებული ეს სეზონი. 3-ვე არტისტი მაღალი რანგის კატეგორიის არტისტთა სიაში არის. რა თქმა უნდა, ამ ნუსხაში ესე იგი თქვენ ახსენეთ უკვე რობერტო ფონსეკა. იმიტომ რომ უახლოესი ღონისძიება რომელიც არის თქვენს მიერ ნახსენების ამ ღონისძიებიდან პირველია ეს ღონისძიება, რითაც იწყება. ხო მართალია? მე არ შევცდე და არ შევეყვანო მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და მინდა რომ უფრო მეტი ინფორმაცია გავცე ამ არაჩვეულებრივი მუსიკოსის შესახებ, იმიტომ რომ აი ახლა მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ის ადამიანი რომელიც მომზადებულია და მოდის 4 მაისს ხო უბრალოდ აი კუბურ მუსიკაზე, მაგრამ ამ კუბური მუსიკის მიღმა უფრო სხვა რამეა. მე ვიტყოდი რომ მნიშვნელოვანი არტისტი კი არ ეწევა მალე საქართველოს არამედ აი დღეს ვფიქრობდი განსაკუთრებით მედიასთან, როდესაც მედიას ხვდები, აი რა სიტყვა არის მნიშვნელოვანზე უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ მონუმენტური. მას ეკუთვნის ეს სიტყვა, იმიტომ რომ დღეს რობერტო ფონსეკა კუბური მუსიკის აღორძინების და განახლების, უფრო სწორედ განახლების სიმბოლოდ არის მიჩნეული. და მის შემოქმედებაში ჩვენ სხვადასხვა ჟანრის ისეთი მიქსია, მაგალითად, როგორც არის ელექტრონული მუსიკა, ჰიპ-ჰოპი, ის იქნება ფანკი, სოული, მაგრამ ის არასოდეს ცდება კუნძულის ყველაზე გასაოცარ მემკვიდრეობას. აი იმ ოქროს ხანის, იმ 20-იანი წლების, 30-იანი წლების კუბურ მუსიკას, ანუ
იმ ტრადიციას, იმიტომ იმ რითმს და იმ რა თქმა უნდა, ჟღერადობას. იმიტომ ეხლა ამბობენ, რომ რა დაგვხვდება ჩვენ სცენაზე, კი ბატონო, მომსვლელებს ვეუბნები, წინასწარ ინფორმაცია ასეთი არის, რომ ეს იქნება ეგრეთ წოდებული მოგზაურობა დროში. ჩვენ გადავალთ იმ ოქროს ხანის კუბურ, ოციან-კუბური მუსიკის და კუბის ხანის 20-იან წლებში და ეს ყველაფერი ისე ოსტატურად არის გაერთიანებული, ანუ რა არის გაერთიანებული ტრადიცია, გამორჩეული ნიჭი თვითონ არტისტის, პიანისტი და ვოკალისტიც თუ არ ვსწრები. ვოკალისტი, კომპოზიტორი და უნდა აღვნიშნოთ იმ დიდ ოსტატებისგან მიღებული განათლება, ანუ მისი განმანათლებლები. ძალიან ღრმად უნდა შევიდეთ კუბური მუსიკის ისტორიაში, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ არ დავასახელოთ ჩუჩო ვალდესი, რომელიც კუბური მუსიკის ოქროს ხანის, როგორ გითხრათ, ანუ კუბელ დიუკ ელინგტონად არის წოდებული. ის დღეს ცოცხალია. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი ამ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კუბური ინსტრუმენტული ანსამბლის ირაგერეს, ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია და როდესაც ირაგერე უკვე გაცდა კუბის საზღვრებს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ 1959 წელს რევოლუციის შემდეგ აი ეს ამერიკელებისა და კუბელების აი ეს ჰარმონიული ურთიერთობა, განსაკუთრებით ეს შერწყმა, განსაკუთრებით მუსიკაზე ძალიან იმოქმედა. კუბელების ამ არტისტების გავლენა, თუნდაც მაილს დევისი, დროს მაილს დევისი ძალიან აქტიურად ამ ჯაზ როკურ ექსპერიმენტებში ამიხვდით. და უცბად ეს ყველაფერი წყდება, საზღვრები იკეტება, იქ უკვე სანქციებია, ეკონომიკურად ძალიან უჭირს მოსახლეობას. და ძალიან ბევრი წარმომადგენელია, თუნდაც აი ამ ირაგერისი, რომლებიც სულ დადიოდნენ, ხო, გასტროლებზე. აი მაგალითად პაკიტო დირივერა, რომელსაც მე მოусმინე ჯანსუღ კახეცის სცენაში, ის უკვე ესპანეთში მოგზაურობისას უკვე აღარ ბრუნდება კუბაზე და მიდის პირდაპირ ამერიკაში ჩოსკენ იღებს გეს. არტურო სანდოვალი, რომელიც ასევე თაკის არტის ჩვენ ჩამოყვანილია. არტურო სანდოვალი ასევე ირაგერე, ძალიან ცნობილი ჯგუფი ირაგერე, ასევე უკვე ამერიკისკენ იხევს და ჩუჩო ვალდესი, რომელიც არის სულის ჩამდგმელი ამ ანსამბლის ირაგერესი, რომელსაც კიდევ ვახსენებ, რომ კუბელ დიუკ ელინგტონად არის წოდებული და 23 წლის ასაკში, როდესაც შენ თანამედროვე კუბური მუსიკის ისეთი როგორ გითხრათ, საორკესტრო ორკესტრის ხელმძღვანელად ინიშნები. ნუ მერე უკვე რა თქმა უნდა, იმდენად მოუარა თვითონ იმ დროს მთავრობამ, სახელმწიფომ არტისტებს, რომ არ ყოფილიყო ეს გადინება. ხელშეწყობა იყო ესე იგი უდიდესი, რომ უდიდესი ფიდელ კასტროსგან. ჰავანის კონსერვატორია იმდენად ცნობილია და ისეთი ვირტუოზი, ისეთი დიდოსტატი არტისტები ყავს გამოშვებული, რომ შეიძლება არ დავასახელო და იმიტომ აქ არის ნახსენები, რომ დიდოსტატი, ანუ განმანათლებლებისგან, ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც ვირტუოზი პიანისტის ვიზიტი. შენ როდესაც ჩუჩო ვალდესთან გაქვს საქმე, შენ როდესაც თავად ერთ-ერთი პოპულარული და ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური ჯგუფის Buena Vista Social, ზეცახთან Social კლუბის პიანისტი ხარ, იმ ანსამბლის, სადაც იყვნენ ანსამბლი, რომელიც დაარსა თავად იბრაჰიმ ფერერმა, კომპაი სეგუნდომ და კიდევ გონსალო რუბალკაბა ირაგერეში არ იყო, მაგრამ მე უბრალოდ ვახსენებ კიდევ კუბელ არტისტს, რომელიც ასევე ჩვენ ჩამოყვანილი ხანდახან ვიბნელი. ამიტომ, მაგრამ აი ესეთი შემადგენლობით, ხო, ეს არის პირველი. მეგონი საბჭოთა კავშირის დროსაც არის. მე ბუნებრივია რომ არა მაგ ესეთი ჩამოსული. აი ესეთი ღრმა ცოდნა რომ ეხლა თქვენთან დიალოგში დავუშვათ წამოყვეთ, თუმცა იმდენად ჯერითი სასიამოვნოა ასეთი სახელების და გვარების და ამ ხელმუსიკალური შლეიფის გაყოლა აზრობრივად, ისტორიის მოსმენა და მით უმეტეს, როდესაც
ასეთი არტისტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის და გვაქვს საშუალება რომ მივიდეთ გააზრებულად და ცოცხლად მოვისმინოთ, მივიღოთ ეს სიამოვნება და ნამდვილად ვიმოგზაუროთ იმ სამყაროში, რასაც ჯერ ერთი მუსიკის უდიდესი სამყარო ქვია, თან იმ ისტორიის რაღაც პერიოდის მანძილზე გავხდეთ იმ ისტორიის ნაწილი, რასაც სცენიდან გვიყვებიან. ეს ბობოქარი წლები, რა თქმა უნდა. ეს არის უდიდესი სიამოვნება. მე ეცით რა სალომე რა საინტერესო. ეხლა 1930 წლები რო გავიხსენოთ, ეხლა ჩვენ როგორ გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს წერილობით, რაც ვიცით, რაც ისტორიის ფურცლებზეა. პარიზის ბომონდი მიფრინავდა ჰავანაზე, იკრიბებოდნენ ისეთ კაბარეში, სადაც უფრო რუმბა, სალსა, აი ამისთვის ესე იგი პარიზული ბომონდის წარმოადგენლები, ანუ როგორ დონეზე იყო და როგორ განვითარებული იყო. ეს ყველაფერი ხდება 59 წლამდე. მაგრამ აი ნახეთ, მიუხედავად აი ამ კრიზისისა, სულიერი სიტუხჭირე მაინც არ მიიღო თითოეულმა მუსიკოსმა. იმიტომ რომ აი მაგალითად კომპოზიტორი გუნდოდა გიტარისტი და კიდევ პიანისტი გონსალესი ართრიტით იყო დაავადებული და საერთოდ ინსტრუმენტი არ ჰქონდა სახლში და ისინი არიან იცით ხანდაზმული მუსიკოსები 70-80 წლის ასაკში გახდნენ ვარსკვლავები. 1996 წელს ბუენავისტა სოციალ კლუბის კომპაქტ-დისკი რო გამოიცა 4 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და მე ერთ-ერთი მუსიკალური მოგზაურობის დროს, როდესაც ამერიკელი გიტარისტი რაი გუდერი ჩადის ამ თავისუფალ კონსულზე, ხო? ის აღმოაჩენს აი ამ ხანდაზმულ ტანმორჩილ, აი რო შეხედავ, აი იფიქრებ, რომ აი არ ვიცი, ალბათ მიდის ქუჩაში უნდა გავიდეს სამათხოვრო მოწყალებისთვის და აი იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის სუის მონუმენტურობა, რაც დევს თითოეულ ამ ადამიანში და რა თქმა უნდა, რობერტო ფონსეკა ამას ყველაფერს აი ესე ოსტატურად, მე ესეთი სინთეზი შეიძლება იყო შენ რაღაცა უნიკალური განათლება ქონდეს მიღებული, მაგრამ ეს სინთეზი, ესე ოსტატურად გაერთიანო ყველაფერი ტრადიცია თანამედროვეობაში გამოიტანო და ესე თავბრუდ დამხვევ ჰანგებზე მოაწყო ეს მთელი ფეიერვერკი ძალიან რთულია, მართლაც რაღაცა ზებუნებრივი ნიჭი უნდა ქონდეს აი ამ ყველაფრის გადმოცემის. როგორც თვითონ რობერტო ფონსეკა ამბობს, ერთად ვიცინოთ, ვიტიროთ, გავერთიანდეთ იმ მელოდიებისა და რიტმების საიდუმლოებაში და იმ მაგიით მოიტანენ ყველაფერს, რაც პრინციპში რომლებიც ჩემი ფესვებიდან მოდის. ანუ მაინც ნოსტალგია იგრძნობა ნახეთ. და კიდევ იმასაც ამბობენ, მოდი მოვუსმინოთ პენსიონერების ჯაზს. იქ უფრო მეტი ენერგია და სიცოცხლე დევს, ვიდრე, ხარ მინდა მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ ვიდრე ახალი თუ მუსიკის რაღაცა როგორი სიტყვა იყო, რაღაცა ბრჭყვიალა ერთფეროვნები. მესმის. ნუ ისე ყველა ჟანრს თავის გულშემატკივარი ყავს, ბუნებრივია და ჩვენ ამას არ განვიხილავთ, აქ უბრალოდ ყველასთვის გასაგები არ არის ხოლმე ჯაზი. შეიძლება ადამიანები რაღაცნაირად იციან, რომ ეს ცოტა ისეთი მაღალი დონის მუსიკაა, ასე ვთქვათ და ამიტომაც შეიძლება მოსწონდეთ იმის თქმა, რომ ესმით. თუმცა ყველასთვის გასაგები ყოველთვის არ არის და ეს ასე უნდა იყოს. ტრადიცია სულ შენი ფოლკლორული. თუმცა მგონია, რომ კუბური მუსიკა და ის რითმი, რომელიც დაუშვათ აი ამ მუსიკასთან ახლავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ რაღაცა ძალიან ძიმე წლები და დატვირთული გენეტიკურად დატვირთული წლები რაღაცნაირად გამოიარა, მაგრამ მაინც არ და მაინც არ, რა თქმა უნდა, მაინც არ დაიწყო რობენ გონსალესი პიანისტი, წარმოიდგინეთ, პიანისტი, რომელმაც გადაადრიალა ხო მუსიკალურ სამყარო, როდესაც აღმოაჩინა და ვიმ ვანდერსმა გერმანელმა
რეჟისორმა ეს ყველაფერი დოკუმენტურ ფილმზე აღწერა, მით აღბეჭდა იმდენად გაგიჟდა, როდესაც ჩავიდნენ კუბაზე და დაინახეს რაღაცა პატარა ისეთ რაღაცა უნიშნელო რაღაც კლუბში, თუმცა ჯაზს უხდება და სწორედ რაღაცა მგონია პირიქით, რომ ჯაზი არის ის მუსიკა, რომელსაც აუცილებლად გარემო სჭირდება შესაბამისი. ის რაც კამერული დაუშვათ ის კი სიტუაციურად მართალია, მაინც ჯაზის სეგმენტში ისე არ უნდა მოვიხსენიოთ, რაღაც უფრო ფარდ. კიდევ უფრო ფართედ ესმის. და აი რო ვახსენე რომ ბენ გონსალესი ხო პიანისტი ბუენა ვისტა სოციალ კლუბის ინსტრუმენტი არ ქონდა სახლში 70 წლის განცი. და ესეთი ფეერვერკები მოუწყო და მოგვიწყო ჩვენ თანამედროვეობამდე მოვიდა ეს ყველაფერი. ამიტომ არის განახლების სიმბოლო და როცა პრესას ვეცნობოდით ხო? რომ კითხულობ ეხა თქვენ რო თქვით რომ მე რაღაცა ისე ვერ დავეწაფე თუნდაც კუბის რევოლუციის ისტორიას ამ ფურცლებიდან უბრალოდ მოიტანა თემა და ვალდებული ვიყავი. ზოგადად როცა შენ მასპინძლობ მოწვეულ არტისტს, იმის მიღმა არის ბევრი რამე. საიდან მოდის, სად გაიზარდა, მარტო ის არ არის, რომ თქვა დავაანონსო თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ. კონცერტი და ის კონკრეტული პროგრამა დაუშვათ, რომელიც შემადგენლობა ან ჯგუფის წევრები არიან. ისინი უკრავენ ამათ ამ ინსტრუმენტს არავითარ შემთხვევაში იმის უკან, იმიტომ არის ეს ასე თავის ისტორიით, თავის თავად რა თქმა უნდა. მე მესმის ეს ყველაფერი და კარგია რომ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აუცილებლად როდესაც მოგიდებთ ნებისმიერი ქვეყნის, აი როდესაც იქნებით თქვენ დაკავშირებული შემოქმედებითად ყველაფერს კარგად გაეცნობით. ის უბრალოდ მოიტანა ამ ამბავმა. ეხლა ისევე როგორც რიშარ გალიანო. რიშარ გალიანო ნახეთ ასრულებს ფესტივალს უახლესი ალბომის გამოცემით, რომელიც უნდა გამოვიდეს სექტემბერში, უკაცრავად ოქტომბერში პარიზში და ის ამ ალბომის წარდგენას აკეთებს უკვე თბილისში. ნახეთ, ჩვენ ვასწრებთ სექტემბერში. მიუხედავად იმისა, რომ უფლება მოვიპოვეთ, რომ ნახეთ სამივე არტისტი. მე უკვე აღვნიშნე, ეს არის როგორ გითხრათ, მაღალი რანგის კატეგორიაში მუსიკოსები ხო? ნატალია ოსიპოვა, რომელიც ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა ბალერინა არის. ეს მართლაც არ ვიცი, ფანტაზიის მიღმარჩება მასთან ურთიერთობა და აი ამ საგასტროლო სპექტაკლზე საუბარი, ხო? ანუ საპრემიერო არის თუნდაც ნატალია ოსიპოვას სპექტაკლი, რომელიც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე თამაშდება, ანუ ისინი და თბილისიც უმასპინძლებს. თბილისი უმასპინძლებს, რიშარ გალიანო არის საპრემიერო პროგრამით, ნიუ ვიაჯო, სულ სხვა შემადგენლობით, იმიტომ რომ გალიანო იმდენად მრავალფეროვანია. ყოველ ჩამოსვლაზე, ხა პირველი ჩამოსვლა იქნება გალიანოსთვის, მაგრამ ყოველ ჩამოსვლაზე ეს ადამიანი არქტოვებს არისმენ ერთი და იგივე, ბუნებრივია, მით უმეტეს როცა ახალი. როდესაც გალიანო დგას თავის ინსტრუმენტთან ერთად აკორდეონით, ხო სცენაზე ეგონია, რომ აი მთლიანად სრული საორკესტრო შემადგენლობა დგას შენ წინაშე. სწორედ ეს ძენს მგონია ამ არტისტებს სახელს და გვარს და მის იდეადეს, რომ ამას გრძნობს მსმენელიც და მაყურებელიც სწორედ და არა ის, რომ დაუშვათ რაღაც კონკრეტულ ინსტრუმენტზე, უბრალოდ ოსტატურად თუ ტექნიკურად სწორად ასრულებს ამ თუ იმ ნოტებს. სწორედ ეგ ქმნის იმ დიდებულებას მუსიკოსისას იმ ფენომენალურობას და რა თქმა უნდა მე უფრო მეტად მე სულ ამას ვამბობ, რომ რაც უფრო დაახლოებული ხარ შენ ნამდვილ მუსიკასთან, თაობებიც უფრო საინტერესო იქნება, თაობა უფრო კეთილშობილი გამოდის მიხვდით, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთო. როგორც ისინი გამოვიდნენ ფანტასტიკური მშობლების აღზრდელნი, ხო? ანუ ეს ყველაფერი ხო იქითკენ მიდის თუ რა გარემოში, როგორ გარემოში იზრდებოდა იმ დროს რობერტო ფონსეკას დედა მომღერალი, მამა პიანისტი და დედის მეუღლე, მე რო ჩუჩო ვალდესი ვახსენე. დედის პირველი მეუღლეა. თლად ესე ოჯახური. სასიამოვნოა ძალიან. ასე რომ ეს იქნება მოგზაურობა კუბის ბობო კაროციან წლებში, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ეს შეჯამება და გეპატიჟებით ყველას საღამოს. ჩვენ ამ საღამოზე სასაუბრად კიდევ გვაქვს დრო. თუ
თუ კი ახლა შემოგვიერთდით, აუცილებლად დავაანონსებ კიდევ ერთხელ იმ ამბავს, რომ ჩვენ დასასიხარულოთ თბილისს 4 მაისს, კონკრეტულად კი მარჯანიშვილის თეატრში. ეს კვირა დღეა და ამიტომ შეეცადეთ, რომ ეს საღამო აუცილებლად თქვენ თავს აჩუქოთ და ძალიან კარგად გაატაროთ. კუბური მუსიკის ჰანგებით თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ რობერტო ფონსეკას კონცერტზე. სწორედ ამას მიუძღვენით ჩვენი პირველი ბლოკი, ამაზე საუბარს, გავიხსენეთ ისტორია, თუმცა ამ ისტორიის ალბათ ბოლომდე მოყოლა და გადმოცემა წარმოუდგენელია და სწორედ ამას ახერხებს ეს მუსიკოსი სცენიდან, რომ ის ისტორია რაც დაუშვათ აი ამ მუსიკამ მხრებით მოიტანა და აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს კიდევ უფრო ფრთების გაშლას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს, თქვენც გამოგზაუროთ და სწორედ მუსიკით მოყვეს და გადმოსცეს ეს ისტორია მუსიკოსმა, რომელიც გელოდებათ თქვენ 4 მაისს მარჯანიშვილის თეატრში და ეს მუსიკოსი გახლავთ რობერტო ფონსეკა. კუბელი მუსიკოსი. კუბელი მუსიკოსი, ამ თავის ქვეყნის საამაყო დესპანია რა. დიახ. ესეთი ამბასადორი თავისი არაჩვეულებრივ წარდგენას აკეთებთ, აი ეს მოხიბლული ვარ და უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, მე არ მინდა რომ რაღაც ისე მოხდეს, რომ მხოლოდ აი ამ კონკრეტულ საღამოზე ვისაუბროთ, რადგან აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დაგეგმილი აი ამ ფესტივალის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო საღამოებია, რომელიც შეიძლება დაუშვათ აი ესე მიყოლებით არ არის და კვირეული არ არის ეს, თუმცა უკვე გაწერილია ის, რომ ნატალია ოსიპოვა, ეს არის ლონდონის როიალ ბალეტის სპექტაკლით, რომელსაც Force of Nature, ბუნების ძალა ასე ქვია და გრიბოედოვის თეატრში ეს უკვე 15 ივნისს ელოდება ქართველ მაყურებელს და მსმენელს და რიშარ გალიანო, რომელიც მერვეჯერ ეწვევა საქართველოს, ასევე ელოდება გრიბოედოვის თეატრში 9 სექტემბერს და ახალი პროგრამით. თანაც ეს არ იქნება დაუშვათ თუ კი თქვენ ერთხელ ხართ ნამყოფი, ერთხელ ან არაერთხელ ნამყოფი, აუცილებლად გელით ასევე სიამოვნება, იმიტომ რომ სრულიად ახალი პროგრამით წარსდგება თქვენს წინაშე. და ფესტივალი, რომელიც არაჩვეულებრივ სახელს ატარებს, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება აი ამ კონცერტების ჩატარების და ფესტივალების ჩატარების. რა არის ხოლმე ძირითადად კომუნიკაციაში ალბათ ის პრობლემები, რასაც აწყდებით მუსიკოსებთან. ან აი როდესაც დაუშვათ შეთავაზებას იღებენ თქვენი მხრიდან, რა იციან საქართველოს შესახებ, აი როგორ ხდება ეს, მე სულ მაინტერესებს, რომ აი ესე პირდაპირ ავიღეთ, დავრეკეთ და დავითანხმეთ მუსიკოსი იმაზე, რომ საქართველოში ჩამოვზანდით და კონცერტი ჩაატარეთ, ალბათ ასე არ ხდება. ეს დეტალები ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, თუ გაგვიმხელთ, გითხარით როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როგორ ხდება. აი როგორ ხდება ყველაფერი. დიდი გავლენა იქონია შემდგომ ნაბიჯებზე, წარმატებულ ნაბიჯებზე, თუმცა წარმატებასთან დაღმავალი. დიახ. პროცესი ყოველთვის ერთნაირად არ არის ბუნებრივი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისეთი როგორ გითხრათ, ეხლა მე რიშარ გალიანო ვახსენე, იმიტომ რომ რიშარ გალიანოს მენეჯერი დიახ, იმდენად მონდომებული იყო, რომ პირველი ჩამოსვლა დიახ, შემდგარიყო კონტრაქტის პირობებზე. იმდენად მონდომებული იყო, რომ ამ ადამიანს, ისე როგორც სეზარი ევორას მენეჯერი, რომელიც პორტუგალიელი გახლდათ, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია. პრინციპი შენ არტისტთან არა გაქვს ხოლმე თავისთავად ეს მენეჯმენტი თავისი კაცრი ზომებით, თავისი მოთხოვნებით, ის ვალდებულებები, რომლებსაც შენ იღებ და ეს ვალდებულებები უნდა შეასრულო. თავისთავად. რა თქმა უნდა, უკვე საუბარი არის უკვე ფინანსურ მხარეზე. კონტრაქტს ხელს რო ააწერ, ხანდახან ვამბობ გილოტინაზე დებს, მაგრამ შემიძლია არ ვთქვა ორი ის მნიშვნელოვანი კულტურული ინსტიტუციები, საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია ზოგადად და კულტურის სამსახური, იმიტომ რომ შეუძლებელი იქნებოდა. მე მადლიერი ვარ, რომ მხარდაჭერის გარეშე მე მადლიერი ვარ, რომ როდესაც შენ პროექტს, ანუ აპლიკაციას, პროექტის განაცხადზე მუშაობ და მას კითხულობენ, აფასებენ და
მერე უკვე ხდება გადაწყვეტილების მიღება, აი ეს არის არაჩვეულებრივი მათი მხრიდან და მართლაც სწორი შეფასება როდესაც ხდება და არა რაღაც შაბლონური არაშაბლონური ძალიან ბევრს მუშაობ, აი თითოეული წერტილმძიმე, როგორ შეკრა, რა შედეგს მივიღებთ, რა არის ამ ყველაფრის არსი, რას ვიმსახურებით, მიზანი რა არის ამ ყველაფრის, ხო? და ჩემი ერთ-ერთი პასუხი ყოველთვის არის, რომ აი ვხარობ, როდესაც თქვათ საბოლოო ვერსია იმ ბანერის პოსტერის გამოიცემა და იბეჭდების იქნება ელექტრონული ვერსია თუ ბეჭდური, ხო? აი ვხარობ, როდესაც თბილისი აი ამ სოფლიო მეგაპოლისების გვერდით არის განთავსებული. აი ვხარობ მართლა იმის უკან ძალიან ბევრი, ну და როგორ გითხრათ, უძილო ღამეები, ძალიან სტრესული საორგანიზაციო, მე რეცით რა ის ელექტრონულად, ხო, ამხელა დისტანციებია. არის ხანდახან ისეთი მომენტები, რომ აი ვთქვათ რაღაცა ისე არ მოეწონებათ, ან ვთქვათ ისეთი ისე მოგცემენ ამ შენიშვნას, მე შენიშვნა შენ უნდა ისე მიიღო, რომ მოდი ამას უფრო რბილად ვუპასუხე. მთელი ხელოვნება, იცით, იმიტომ რომ შეიძლება ერთი პატარა ისეთი აი ისეთმა სიტყვამ გაუაზრებელმა შეცვალოს მთელი ტრაექტორია და დაესვას წერტილი, რომ არა. ყოფილან ასეთი მენეჯერები ყოფილან, მაგრამ მე რო ხვდებიან, რომ აი მართლა ძალიან პასუხისმგებლიან ადამიანების ხელში ხდება ეს პროექტი, მე უკვე თვითონაც მშვიდდებიან, მაგრამ მათი მხრიდანაც რისკები დიდია, ესე იგი და ისე ეკიდებიან შემთხვევები, იმიტომ რომ ევროპული ქვეყნები ყოფილა ისე დასრულებულა გასტროლი, რომ თქვათ ის ჰონორარები არ მიუღიათ ეს და ამიტომ მათი მხრიდანაც აუცილებლად ეს რისკები უნდა იყოს მკაცრად შეფასებული. ჩამოდიან აი არტისტებთან ურთიერთობა არის. დიახ, ეს არის ძალიან საინტერესო. ბედნიერება, აი არტისტებთან ურთიერთობა პრინციპში ფარავს მე ყველა იმ მომენტს, თუ რაც თქვათ შენ ქონდა ის რაღაცა სიმძიმეები მათ მენეჯმენტთან, მაგრამ აი არტისტი უკვე ხელოვანთან, უკვე სცენაზე რო გადიხარ, უკვე რეპეტიციას რო იწყებენ, ეს ყველაფერი რომ თავდება, აი მე რო აი დაჯდები მათთან ერთად და უკვე ფიქრობ, რომ მოდი რა, თუ რაღაცა ისე ვერ გაკეთდა და მოდი გავამგზავრებ მშვიდობიანად ჩავიდნენ თავიანთ ოჯახებში და მერე იწყება ყველაფერი ისევ შენი გონება არ მუშაობს, იმიტომ რომ ამას მოყვება კიდევ სხვა ვალდებულებები და ესე და ესე, მაგრამ აი მუსიკოსებთან ისეთი ბედნიერება, ეს აბალანსებს ყველაფერს ნახეთ. თვითონაც როდიცია მონებას იღებენ ძალიან და აი ხა მაგალითად არ ვიცი ხა კუბელებმა რა იციან საქართველოზე, მაგრამ ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ ხა გუშინ ჰავანიდან მივიღეთ. ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ რომ მოვდივართ და სულ ვეუბნები რომ აი რაღაც მაინც ისეთ რაღაც ინფორმაცია რა თქმა უნდა მიდის, იმიტომ რომ მე თვითონ როგორ გითხრათ, ამ სიამოვნებს ყურში მხდება, როდესაც თქვა ჩამოდის არტისტი, არის ის ნორმალურად როგორ უნდა წარმოთქვას ფესტივალის სახე, ის სახელობის არის ხანდახან თბილისის ამბობენ, ან თქვა რაღაც ისეთი ორთოგრაფიული შეცდომაა და ამას ყველაფერს ისე ვასწორებთ და თქვენც მომზადებული ხდებით და ასევე ელოდებით ხოლმე რომ მათგანაც ის პროგრამა მინიმუმი მაინც იყოს შესრულებული გარდა იმ მუსიკალური პროგრამისა ბუნებრივია, რასაც ისინი სთავაზობენ ქართულ მსმენელს. ხო, აი ძალიან კრიტიკულ მსმენელსთან. ძალიან კრიტიკულ მსმენელს, კარგი გემოვნების მსმენელს. მაღალი გემოვნების, იმიტომ რომ მაინც თბილისი მექად ითვლებოდა ნახეთ. აი ამ მიერკავკასიის რეგიონში ხო ჰაბი, როგორ ახსენოთ. ჰაბი, კი ალბათ. ეს რა თქმა უნდა მექად რამდენი გასტროლი იგეგმებოდა ბუმბერაზე არტისტების ყოველთვის თბილისი იყო ამ ნუსხაში, ამ ქალაქების ჩამონათვალში. ძალიან კარგია და ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ ახლაც სულ მალე 4 მაისს უკვე რობერტო ფონსეკა თქვენ შეგიძლიათ რომ მოისმინოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო მარჯანიშვილის თეატრში კვირა დღეა გაითვალისწინეთ და წინ გელოდებათ
უდიდესი სიამოვნება, ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ აი ასეთ საჩუქარს უკეთებთ საქართველოს და ქართულ მსმენელს. მე უდიდესი სიამოვნებით გეწვევით კონცერტზე. აი, როგორი ბედნიერი ვართ. თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი ორი თქვენი თვალი. ეს ხო, თქვენ თვითონ არტისტი ხართ და იცით რას ნიშნავს, როდესაც ეს მუხტი, მოდის დარბაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ აქტუალურობა აი ამ მუსიკას ფიქრობ, რომ მიუხედავად თავისი რთული წლების არასოდეს დაუკარგავს. ბოლო წლების მანძილზე მგონია, რომ მთელი სამყაროს მასშტაბით კიდევ უფრო დიდი მოთხოვნილებაა. ამიტომაც მგონია, რომ არ ვიცი, შეიძლება მეორე დღეს დავამატოთ, ხო? ზაუდე, მინდა გითხრათ თქვენ და მსმენელს შევახსენო, რომ გაემზადეთ YouTube-ში შედით salsa rumbas რამოდენიმე ისეთი მოძრაობა იქნებ კიდევ დახვეწოთ, იმიტომ რომ მთელი დარბაზი იქნება აი ამ რიტმებში და აი ამ მუსიკაში. და ასე ამბობენ, რომ თანამედროვე ველური ჟღერადობა, ის რაც მოდის რობერტო ფონსეკასგან. თანამედროვე ველური ჟღერადობა FM 105.9-ზე თქვენ აუცილებლად დაგიტოვებთ ახლა ამ რიტმებს. ასეთი იყო არტისტული ოთხშაბათი სალომე ბაკურაძესთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, რომ კვირას 4 მაისს მარჯანიშვილის თეატრში რობერტო ფონსეკა, რომელიც ახლა ჩვენს ტალღაზე გაჟღერდება, გელოდებათ და ცოცხლად შეგიძლიათ ამ სიამოვნების მიღება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.